დაიცევით მტკიცედ მართალის არწმუნოება ქრისტიანობისა და ბეჭედი წმიდისა ნათლისღებისა. ყოველთა ერთად თქვენთა შემდგომითი შემდგომად მიუთხრობდით აღსრულებულთა სასწაულთა საკვირველთა და დიდებულება სახელთისათა, რომელ მიიხილეთ, რათა დღითი დღე განმრავლდებოდის და განძლიერდებოდის სამწყსო ქრისტესი. ასე გვიანდერძა ქართველებს კაბადოკიელმა ქალწულმა ნინომ, რომელსაც ღვთის განგებით მიენიჭა წმინდა მოციქულ ანდრიას მოციქულებრივი გზის წარმართება და ჩვენი დედობა. ანდერჩი ნახსენების სასწაული მართლაც ბევრჯერ აღსრულდა მისი მეოხებით. კერპთა მსხრევა, მეხის ტეხა, მზის დაბნელება, ცხოველის სვეტის ცეცხლოვანი სასწაული, ვარსკვლავთა გვირგვინები, ჯვრის აღმართება. ამ სასწაულთა ძალით განეცხადა ქართველს, რომ ყველაფერი, რასაც იგი მანამდე ეთაყვანებოდა, მხოლოდ ღვთისქმნილება იყო და თავისი ბუნებით სამყაროს შემოქმედს განადიდებდა. შემთხვევითი არც წმინდა ნინოს კაბადოკიელობაა. როგორც ვიცით, ძველთაგანვე არსებობდა მოსაზრება კაბადოკიელთა და ივერთა ეთნიკური ერთობის შესახებ. პონტო ქართული სამყარო იყო, ეს არის სამხრეთის რეგიონი, დღევანდელი საქართველოს სამხრეთით, ურცელესი რეგიონია, დასახლებული იყო ყოველთვის ქართული მოსახლეობით და დღემდე შემორჩენილი არის, თქვათ, შავიზღვისპირეთში, ტრაპეზონტის რეგიონში ქართული მოსახლეობა. მაგრამ წმინდა ნინო იზრდებოდა არა კაბადოკიაში, არამედ უფრო მეტად იზრდებოდა იერუსალიმში უკვე 12 წლის შემდგომ, ასე რომ მისი ენობრივი სამყარო არ იყო ქართული, როცა ის იზრდებოდა. ამიტომაც მემატიანე აღნიშნავს ჩვენი ქართული მემატიანე, რომ როცა წმინდა ნინო შემობრძანდა ფარავნის ტბასთან ჯავახეთში, მან ქართული არ იცოდაო, ასე წერს, მაგრამ იქვე ნახა მან მაცხოვრის ხილვა ჰქონდა, გამოცხადება იყო მაცხოვრისა. მაცხოვარმა ეს ყველა ვიცით, რომ მიართვა მას წიგნი, რომელშიც ეწერა 10 წინადადება და ეს 10 წინადადება, 10 სიტყვა არის ცნობილი ქართლის ცხოვრებაში და სწორედ აი ამ დროს მან მიიღო სულიწმინდის მადლით ქართული ენის ცოდნა. და ჩვენ საიდან ხვდებით ამის შესახებ, საიდან ვიცით? ეს არის ისტორიულად დადასტურებული. ამის შესახებ წერს მე-5 საუკუნის ისტორიკოსი მოსე ხორენელი. ეს არის ძალზე დიდი ისტორიკოსი, ძალზე ცნობილი ისტორიკოსი, იყო წმინდა ნინოს თანამედროვე, ანუ მე-5 საუკუნეში ცხოვრობდა, თითქმის აი მე-4-მე-5 საუკუნე ერთი პერიოდად შეიძლება განვიხილოთ. და ის აღწერს წმინდა ნინოს ცხოვრებას და წერს ასეთ რაიმეს, რომ წმინდა ნინო მიქადაგა ქართველთა ქვეყანაში, ქართველთა შორის, კლარჯეთიდან ვიდრე მასკუთებამდე ადვილად გასაგები ტკბილი ენით. ანუ ენასა და ქართველთა ქვეყანას ერთად ამბობს მოვსეს ხორენაცი, ანუ ხორენელი. ანუ წმინდა ნინო ქადაგებდა, რა თქმა უნდა, ქართველთა ქვეყანაში ქართული ენით. ისე სამდრიგ შემთხვევაში ვერ შეძლებდა რა სარწმუნოების დანერგვას ხალხში. ურწმუნო და არაქრისტიანი მეცნიერებისათვის, რა თქმა უნდა, ეს ძნელად გასაგებია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვა დიდი ასევე მაგალითები ჩვენს ცხოვრებაში. ერთი რომ ჩვენ ვიცით, რომ სულიწმინდის მადლი გადმოვიდა მოციქულებზე და მათი ქადაგეს მთელ დედამიწაზე. ღვთის განგებულებით ფარავნიდან ურბნისში, ურბნისიდან კი მცხეთაში მოსული წმინდა ქალწული არმაზის კერპის მსხვერვის შემდეგ ქალაქის ხუდის გარეთ, მაყვლის ბუჩქის ქვეშ სახლდება. არც ეს მომხდარა შემთხვევით. მაყვალი შეუწველი ღვთისმშობლის ერთ-ერთი სიმბოლოა. ამდენად მაყვლის ბუჩქის ნინოს საყუდლად ქცევა სიმბოლურად მოციქულთა სწორის ღვთისმშობლის საფარველის ქვეშ ყოფნას განასახიერებს. ამასთანავე, როგორც ძველი აღთქმიდანაა ცნობილი, მოსე წინასწარმეტყველს სწორედ მაყვლის ბუჩქთან ეცხადება უფალი. მცხეთის სამეფო ბაღის მაყვლოვანი კი წმინდა ნინოს ღვაწლით ქართველი ერისთვის ღვთის მადლთან ზიარების ადგილად იქცა. წმინდა ნინო მიქადაგა არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ იქადაგა ასევე ლაზეთში. და ჩვენ საიდან ვიცით ეს? მართალია ჩვენი ქართული წყარო არ ამბობს ამის შესახებ, მაგრამ გვაქვს უცხოური წყაროები. თვითონ მე-4 საუკუნის წყაროა გლასი კესარიელის, შესანიშნავი დიდი ისტორიკოსი, ეკლესიის დიდი ისტორიკოსი, რომელიც ამბობს, რომ წმინდა ნინომ და მე არის დიდი ქება, საქებარი სიტყვები წმინდა ნინოს შესახებ იქადაგა იბერთა და ლაზთა შორის და მან იბერები და ლაზები მოაქცია სარწმუნოებაზე. ამას ამბობს გელასი კვიზიკელი მე-5 საუკუნის ავტორი. იბერები და ლაზები მან მოაქცია.
ასევე ამბობს იგივე მოსე ხორანელი. ძალიან საინტერესოა. გავიმეორებ, რომ იქადაგა კლარჯეთიდან მასკვეთებამდე. კლარჯეთი არის ლაზიკის, ანუ ლაზეთის ნაწილი. ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი ქალწული ნინო მის ცხოვრებაში არსებული ცნობის თანახმად მცხეთაში შემოსვლის შემდეგ 3 წელი ლოცვიდა ფარულად. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 305 წლის 1 მაისამდე, ანუ დიოკლეტიანეს გადადგომამდე, იმპერიაში ქრისტიანთა დევნა მძვინვარებდა, რაც ქართლშიც უცილობლად პოვებდა ასახვას, მას 303-306 წლებში მისიონერული მოღვაწეობა მართლაც გაუძნელდებოდა. ისტორიკოსი ვახტანგ გოილაძე ქართლის სამეფო კარის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებას 318 წლით ათარიღებს. მაგრამ როგორც დეკანოზი კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, ერთი საქმეა მოქცევა, გაქრისტიანება ხალხისა. სხვა საქმეა მონათვლა უკვე მოქცეულთა. ამ ფაქტისთვის კი მხოლოდ 324 წელს შეიქმნა ხელსაყრელი პირობები, როცა ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრების წინა 324 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ ედიქტი გამოსცა. თეოფანე ჟამთა აღმწერელი ქართლის მოქცევის შესახებ 324 წელს მომხდარ ამბებთან ერთად მოგვითხრობს. ქართლის, მასთან ერთად ეგრისისა და ამასთანავე სომხეთის მოქცევა 318 წლით უნდა დათარიღდეს. ასეთ დათარიღებას მხარს უჭერს მოსე ხორენელის თხზულებაში ნინოს ცხოვრებიდან და აგათ ანგელოზის სომეხთა მოქცევიდან მომდინარე ტრადიცია, რომლის თანახმადაც მირიანი და თრდატი დაახლოებით ერთად გაქრისტიანდნენ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ისტორიის უდიდესი მკვლევარი ვახუშტი ბაგრატიონი ქართლის მოქცევის თარიღად 317 წელს მიიჩნევს. რაც შეეხება პირველ ეპისკოპოსს, იმხანად ანტიოქის ეკლესიას ექვემდებარებოდა. სწორედ აი ამ ნინოს მოთხოვნით ჯერ კონსტანტინოპოლში გააგზავნეს მოციქულები, რომ ჩამოეყვანათ ის, ვინცაც შეეძლო ეკლესიების აშენება, შემდეგ იქიდან ჩამოვიდა პირველი ეპისკოპოსი, რომელმაც ხელი დაასხა ქართლის პირველი ეპისკოპოსი. ქართლის ეკლესიის მეთაურის ხელდასხმა 324 წელს უნდა მომხდარიყო. ამის დამადასტურებელ ერთ-ერთ არგუმენტად ისტორიკოს ვახტანგ გოილაძეს ნინოს ცხოვრებაში დაცული ის ცნობა მიაჩნია, რომლის თანახმადაც ნინოს ღმერთის აღიარების შემდეგ მირიანმა ეკლესიის მშენებლობა დაიწყო და მხოლოდ მშენებლობის დასრულების მერე შეუთვალა იმპერატორს სრულიად მოწყვეტა სპარსთა და მტკიცედ მიღება სიყვარულისა მათისა, რის პასუხადაც კონსტანტინემ წარმოგზავნა მღვდელი ჭეშმარიტი იოვანე ეპისკოპოსად, მის თანამღვდელნი 2 და დიაკონნი 3. ამ მოვლენებს კი წინ უძღოდა ღვთივგამბრძნობილი ქართველთა მეფე მირიანის მიერ წმინდა წიგნების გულისხმობით გაცნობა. წმინდანმა დაინტერესა, იმიტომ რომ გადარჩა ის თხოთის მთაზე, უკვე დაინტერესდა წმინდანოს ღმერთით, ასე ეძახოდა ის და წაიკითხა, მოითხოვა წიგნები სარწმუნოების შესახებ და იქ იყო მოგეხსენებათ ებრაული თემი, რაც საცნობილი რაბინები ყავდა მცხეთაში ებრაული თემს და მათ მოთხოვა, რომ აი მომასმენინეთ მე თქვენ მესიის შესახებ, რა წერია ძველ აღთქმაში, რა წერია ახალ აღთქმაში და ასევე მესიის შესახებ თვითონ წაიკითხა რა ეწერა ნებროთის წიგნში. ანუ ხსნელის შესახებ. მან იხსნა წმინდანოს ღმერთმა ის იხსნა დიდი გასაჭირის დროს თხოთის მთაზე. და ეს აინტერესებდა, აი წინასწარმეტყველება ჰქონდა მას, რომ შენ გიხსნის ღმერთი, შენი გასაჭირის დროს და დაინტერესდა, აი ვინ იყო მისი მხსნელი. და როცა ეს წიგნები მან წაიკითხა, მიხვდა, რომ წმინდანოს ღმერთი, ანუ იესო ქრისტე არის ის მხსნელი, რომელზეც მას ჰქონდა ჯერ კიდევ ნასწავლი თავისი სიყვარულის დროს. ანუ მან მიიღო, მისმა სულმა თლიანად მიიღო იესო ქრისტე. და ეს როცა მეფე გახდებოდა ქრისტეს აღმსარებელი, ის იყო დიდი მოვლენა. იმიტომ რომ ხალხი ამბობდა, სწორი სარწმუნოება არის ის, რომელსაც აღიარებს მეფე. მეფე მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება და ამ დროს კონსტანტინეც მან იცოდა იყო ქრისტიანი და მან გააგზავნა დელეგაცია რომში. ჯერ კიდევ ბიზანტიის კონსტანტინოპოლი არ არსებობდა, კონსტანტინოპოლი აკურთხეს 330 წელს. და იქიდან მან მიიღო დიდი საჩუქრები, ასევე მაცხოვრის ხატი და ამის შემდგომ გააგრძელეს ეკლესიის მშენებლობა, როცა ის დაამთავრდა, ხალხი მასიურად მოინათლა, იოანე ეპისკოპოსიც გამოაგზავნეს. ამის შემდგომ გააგზავნა მან კიდე მეორეჯერ იოანე ეპისკოპოსი უკვე, იოანე ეპისკოპოსი. ამ დროს იოანე ეპისკოპოსს მისცეს
ელენე დედოფალმა გადასცა ის იმ ჯვრის ნაწილები, რომელიც მან მოიპოვა იერუსალიმში. ანუ ფეხთა ფიცარი და სამსჭვალი უფლისა. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი ჩვენ ქართლის მოქცევის დასრულების ზუსტი დათარიღების საშუალებას გვაძლევს, რადგან სწორედ 326 წელს მოიპოვა წმინდა დედოფალმა ელენემ ის წმინდა ჯვარი, რომელზედაც მაცხოვარი აცვეს. მოქცევა ცხადია ერთ წელს არ მომხდარა, ის ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს მიმდინარეობდა. წმინდა ნინოს შემოსვლა იყო დიდი მოვლენა ქართულ კულტურულ ცხოვრებაში და ის იყო განმაახლებელი ამ ქრისტიანობისა, რადგან უფრო ადრე პირველ საუკუნის 30-იან 40-იან წლებში საქართველოში იყოფებოდა ანდრია პირველწოდებული. მეუფე ანანია ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაიწყო დასაბუთება, არ არის ზღაპარი, ანდრია პირველწოდებული ნამდვილად იყო საქართველოში, მან დააარსა პირველი ეკლესიები და როგორც თამარაშვილი ამბობდა, მისი ოფლით არის მორწმული ქართული მიწა. რა გააკეთა წმინდა ნინომ აი ამ დროს? წმინდა ნინომ გააკეთა ის, რომ მან შეკრა როგორც ერთიანი საორგანიზაციო ერთეული საქართველოს ეკლესია. იქამდე თუ არსებობდა თქვა ოფში ცალკე ქრისტიანული თემი, აწყურში ცალკე ქრისტიანული თემი და ჩვენ ვიცით არქეოლოგიური გათხრების შედეგად ყოფილა დასავლეთ საქართველოში თქვა ჭიათურის და აქ დარგვეთის რეგიონში ქრისტიანული თემები. ქრისტიანული თემები იყო მცხეთაში, მაგრამ ეს იყო დამოუკიდებელი ერთმანეთისაგან. წმინდა ნინომ ისინი მთელი საქართველოს ეკლესია დააფუძნა, შეკრა, ანუ თუ იქამდე ჩვენ ქონდა პატარ-პატარა როგორც თქვი აღნიშნე უკვე თემები, ახლა უკვე გვაქვს დიდი ეკლესია, ერთიანი საქართველოს წმინდა ეკლესია დაარსებული წმინდა ნინოს მიერ. რომლის ცენტრიც უკვე იყო მცხეთა და ეკიჯდა. ანუ უკვე იყო საეკლესიო კანონები გამოსული და საეკლესიო კანონები, მოციქულთა კანონები ავალდებულებდა მაგალითად უკვე ეპისკოპოსს, ანუ ეპისკოპოსთან შორის მთავარი პირველი უნდა დამჯდარიყო იმ დედაქალაქში, რომელიც გააჩნდა ამ რეგიონს და სახელმწიფოს. ანუ უკვე ვალდებული იყო თუნდაც აწყურში ყოფილიყო ეპისკოპოსი, თუ იყო ის მთავარი და უფროსი ეპისკოპოსი, გადმოსული იყო მცხეთაში, საეკლესიო კანონი ავალდებულებდა. ანუ მცხეთა იყო საეკლესიო დედაქალაქი ჩვენ ეკლესიისა.